ნახვამდის. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Innovation-ში. მე ვარ თქვენი წამყვანი ლინ ვახმაიერი და მადლობას გიხდით რომ შემოგვიერთდით. ახლა წარმოიდგინეთ თუ თქვენი კავა და თუნდაც თქვენი საკვების ინგრედიენტები ლაბორატორიაში იქნებოდა მოყვანილი. ისრაელის კომპანიები იყენებენ ბიოტექნოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტს, რათა საკვები მოლეკულურ დონეზე ხელახლა შექმნან და წარმოება ფერმებიდან ლაბორატორიებში გადაიტანონ. დღევანდელი გადაცემა ბიოტექნოლოგიაზეა, მაგრამ ჯერ მთავარი ამბები. წითელი ღვინის მთელი მეცნიერება, მაგრამ ღვინის გარეშე. Bioharvest Sciences ქმნის კურძნის ნაერთებს ალკოჰოლის, შაქრისა და სოფლის მეურნეობის გარეშე. ისრაელის ძლიერი შეკელი დამატებით ზეწოლას ახდენს ექსპორტიორებზე, იმ დროს, როცა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ათასობით სამუშაო ადგილს ამცირებენ და რეორგანიზდებიან ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის. და მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ანგარიშმა მეთას დაადანაშაულა, რომ ფარულად დაამატა სახის ამოცნობის ფუნქცია თავის ჭკვიან სათვალეებში, მარკ ცუკერბერგის კომპანიამ ახლა ეს სისტემა წაშალა. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ სოფლის მეურნეობის მომავალი საერთოდ არ მოიცავს მინდვრებს. ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია ძვირფას მცენარეულ ინგრედიენტებს ბიორეაქტორებში ზრდის და მიზნად ისახავს რადიკალურად შეცვალოს, როგორ ვაწარმოებთ ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის და ფარმაცევტული პროდუქტებისთვის საჭირო ნივთიერებებს. ტრადიციულ სოფლის მეურნეობასთან შედარებით ისინი იყენებენ მიწისა და წყლის მხოლოდ მცირე ნაწილს. მეტი ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის Bioharvest-ის აღმასრულებელი დირექტორი ზაკი რეხავი. ზაკი რეხავ, დიდი მადლობა რომ დღეს შემომიერთდით. თქვენ ძირითადად ზრდით მცენარეების ნაერთებს. ლაბორატორიაში ჯერ კიდევ ზრდით მცენარეებს, თუ მხოლოდ მოლეკულის გამოყოფაზე ხართ კონცენტრირებული? არა, ჩვენ არ ვზდით მცენარეებს. არაფერს ვამუშავებთ. ვილებთ ორიგინალ უჯრედებს, ვილებთ მათ მცენარედან და მცენარეს აღარასდროს ვხედავთ. ჩვენ ძირითადად ზრდით მხოლოდ იმ პროდუქტიულ უჯრედებს, რომლებიც ქმნიან იმ ფასეულ ნაერთებს, რასაც ვეძებთ. ჩვენ ვართ ის, რაზეც ჰიპოკრატემ დაახლოებით 2000 წლის წინ თქვა, საკვები იყოს შენი წამალი და წამალი იყოს შენი საკვები. ამიტომ ჩვენი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები კომბინირებული ჩვენ პროგრამირებად ბიოლოგიასთან ვაძლევთ საშუალებას ბუნებიდან გამოვიტანოთ ყველაზე სასარგებლო ნაერთები და გავხადოთ ისინი უფრო ძლიერი, უფრო ხელმისაწვდომი და უფრო ერთგვაროვანი. კლავაც ამისთვის არ ვიხენებ მიწის არც ერთ ნაწილაკს ამ მსგავს რესურსებს და ვხარჯავ მხოლოდ უმცირეს ნაწილს ელექტროენერგიის, წყლის ან მიწის, რაც საჭიროა. შეგიძლიათ მითხრათ, რამდენად მცირდება ხარჯები და წყლის მოხმარება, ანუ რა გარემოზე ზემოქმედება აქვს ამას? ეს ფაქტორია, ეს ორი ორდენის მასშტაბით დაახლოება. ეს დაახლოებით 100-ჯერ მეტია ელექტროენერგიის, მიწის ან წყლის საჭიროების მხრივ იგივე რაოდენობის ინგრედიენტისთვის. ასე რომ ვადარებთ ერთსა და იმავეს. უყურებთ, რამდენი ხურძენი დამჭირდებოდა, რამდენი ვენახი, რამდენი მიწა, რამდენი ცხალი და რამდენი ელექტროენერგია იმავე რაოდენობის ინგრედიენტებთან შედარებით, რასაც ვაწარმოებთ, ეს დაახლოებით 100-ჯერ მეტია. აბა როგორ აპირებთ თქვენი წარმოების მასშტაბის გაზრდას, რადგან მსოფლიოში სხვა კომპანიებიც არიან, რომლებიც იმავეს ცდილობენ, რასაც თქვენ აკეთებთ. მაგრამ როგორ არის შესაძლებელი თქვენი პროდუქტის მასშტაბის გაზრდა ისე, რომ შეამციროთ ხარჯები და რეალურად გახადოთ ის წარმატებული? ჩვენ შევქმნით უნიკალური პლატფორმა, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, ავტომატიზაციას, კომპიუტერულ ხედვას და პროგრამირებად ბიოლოგიას. ჩვენ 15 წელი დავხარჯეთ ამ პლატფორმის სრულყოფაზე და სწორედ ამიტომ შეგვიძლია სხვადასხვა ინდუსტრიის დაფარვა. ჩვენ ძალიან კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ მასშტაბზე, რომელზეც ვმუშაობთ, მსგავსი არაფერი გვინახავს. ეს მასშტაბების თამაშია და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს კონკურენტებს მუდმივად მოძრაობაში ვამყოფებთ. ინდოულისთვის, როცა ისინი იმას გააკეთებენ, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, ჩვენ უკვე წინ ვიქნით და ვიქნებით და ბევრად უკეთეს შედეგს მივაღწევთ. მაგრამ კიდევ ერთხელ, როგორც ვთქვი, ჩვენ ვიყენებთ პროგრამირებად ბიოლოგიას, ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, ვიყენებთ კომპიუტერულ ხედვას. და ჩვენ გვყავს წამყვანი უჯრედული ბიოლოგები, რომლებიც დღე და ღამე სრულყოფენ იმას, რასაც ვაკეთებთ. და ჩვენ მხოლოდ მცენარეულ უჯრედებზე ვართ კონცენტრირებულები. ეს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა მცენარეებზე ფოკუსის შელარჩუნება. მომიყევი შენი პროდუქტების შესახებ, რადგან როგორც მე მესმის, თქვენ კონცენტრირდებით ამ კუძენზე დაფუძნებულ ჯანმრთელობის დანამატზე. რა არის ეს? ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი იმ მრავალ პროდუქტ შორის, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ.
ჩვენ პლატფორმული ტექნოლოგიის კომპანია ვართ, მაგრამ ნება მომეცი, ერთი წუთით ვინიაზე გავამახვილო ყურადღება, ვინია არის ამ პროდუქტის კომერციული სახელწოდება, რომელიც არის. შესანიშნავი მაგალითია იმის, რასაც ჩვენ ზუსტ ბოტანიკას უწოდებთ. ეს არის წითელი ყურძის უჯრედებზე დაფუძნებული კომპოზიცია. ის შთაგონებულია ფრანგული პარადოქსის სხვადასხვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ფრანგებს აქვს კარგი გულ-სისხლძარღვთა და ჯანმრთელობა. მიუხედავად მდიდარი დიეტისისი, ეს სარგებელი დაკავშირებულია პოლიფენოლებთან, რომლებიც გვხვდება წითელ ყურძენსა და წითელ ღვინოში. რაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ზრდით უჯრედებს, რომლებიც შეიცავს ამ პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციას. ერთ-ერთი მათგანი ცნობილია როგორც რესვერატროლი და ჩვენ ზრდით მას ჩვენს ბიორეაქტორებში, რაც საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ კონცენტრაცია. სწორედ ამიტომ ვიღებთ ესეთ მასშტაბს. და ერთ კაფსულაში, რომელიც შეიცავს 400 მგ ამ ხვრილს, ის ეკვივალენტურია 1000 ყურძენს. თქვენ მოგიწევდათ 1000 ყურძნის ჭამა, მთელი შაქრით, ან მთელი ოტლი ღვინის დალევა, რათა მიიღოთ ის, რასაც ყოველდღე იღებთ ერთ კაფსულაში. აი ეს არის და ამ პროდუქტის გარდა ჩვენ გვაქვს სხვა პროდუქტებიც, რომლებსაც ვავითარებთ სხვადასხვა სფეროში და არა მხოლოდ ნუტრაცევტიკაში. იმიტომ რომ თქვენ მომავალში ასევე გეგმავთ საკვების მიმართულებით გაფართოებას, თუ მხოლოდ ჯანმრთელობის დანამატებზე აპირებთ კონცენტრირებას. არა, ჩვენ საკვების სფეროშიც ვართ, ანუ ჩვენ საკვებშიც ვართ, ასევე ფარმაცევტიკასა და სუნამოებშიც. ჩვენ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობთ. საკვებისთვის ჩვენ გვაქვს ორი დამატყობელი, რომლებსაც ვაწარმოებთ დამატყობლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან, Tate & Lyleთან ერთად. ისინი მდებარეობენ დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვავითარებთ ორ მოლეკულას მათთვის. ჩვენ ვავითარებთ მოლეკულას სუნამოსთვის, რომელიც წელიწადში 15 მილიარდი დოლარის ბაზარია, ასევე ვავითარებთ საფრანის მოლეკულას, რომელიც იქნება როგორც საკვებისთვის, ასევე ნუტრაცევტიკისთვის. ზაფრანი ერთ-ერთი ინგრედიენტია, როგორც იცით, კულინარიაში გამოიყენება და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, რომლის 80% ირანში იზრდება. ამ შემთხვევაში ასევე არსებობს გეოპოლიტიკური საკითხებიც. ჩვენ შეგვიძლია ზაფრანის წარმოება და მისი გაყიდვა როგორც საკვები დანამატების სფეროში, ასევე საკვების სფეროში. BioHarvest-ის გენერალური დირექტორი ზაკი რეხავი, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა. ახლა ლაბორატორიაში ვჩებით, რადგან აქ სტარტაპების ქვეყანაში შოკოლადისა და ყავის სამყაროში რაღაც ახალი ხდება. გლობალური დათბობისა და ტროპიკული ტყეების განადგურების გამო კაკაოსა და ყავის მარცვლის მწარმოებლები მთელ მსოფლიოში თითქმის ამოწურული არიან. News-ის ინდიის სურენოვანი წამყვანი და კორესპონდენტი ემილი ფრენსისი სტუმრობს ორ კომპანიას, სადაც ისინი ამუშავებენ გემრიელ და ხელმისაწვდომ გადაწყვეტილებას. ამ პროცესში კი ჩვენს გემოვნების რეცეპტორებს აღვიძებენ. კიდაც შოკოლადი. მადლობ. მსოფლიოს 10-დან 9 ადამიანს უყვარს შოკოლადი. დედაჩემი ყოველთვის ამბობდა, ცხოვრება შოკოლადის ხუთივითაა. არასოდეს იცი რას მიიღებ. თუმცა, კაკაოს გადაშენების საფრთხე ემუქრება. 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილების გამო კაკაოს სასოფლო სამეურნეო მიწების 50%-ზე მეტი გამოუსადეგარი გახდება წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 5000 წლის მარცვალი ამაზონის ტროპიკულ ტყეში წარმოიშვა და ტომებმა მას ღმერთების საკვები უწოდეს. თანამედროვე ეპოქაში მსოფლიო მარაგის დაახლოებით 80% დასავლეთ აფრიკაში იწარმოება. ტროპიკული ტყეები საგანგაშო ტემპით შრება, ხოლო გადაზიდვისა და გადამუშავების ხანგრძლივი დამღლელი პროცესი მომხმარებლებს უკმაყოფილოს ტოვებს. პრობლემა იმაშია, თუ როგორ მოჰყავთ კაკაო დღეს. ამ პროცესში ბევრი სასარგებლო ნივთიერება იკარგება და კაკაოს გადამუშავებისას განზავებულია. ის მართლაც კარგავს ბევრ ბიოაქტიურ ნივთიერებებას. ინოვაციური ისრაელური სტარტაპი კოკომოტო ცდილობს აღადგინოს ეს მარცვალი და ამავდროულად გააოცოს ჩვენი გემოვნური რეცეპტორები. ჩვენ ვამბობთ, რომ აღარ არის საჭირო კაკაოს ხის გაზრდა ბუნებაში 6 ან 7 წლის განმავლობაში და ბოლოს მხოლოდ მარცვლის გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივი წარმოება. შეგიძლიათ კაკაოს მცენარე სოფლიოს ნებისმიერ წერტილში განათავსოთ ეკვატორის გარეთ. ძალიან ახლოს იმ ქარხნებთან, რომლებიც უკვე აწარმოებენ. ბური არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა მსოფლიოში უჯრედების გაფართოებისთვის. ჩვენ უბრალოდ ვიცით, როგორ გავაფართოვოთ უჯრედები, ეს არის ის, რაც გვიყვას. აქ ჰაიფაში მდებარე ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში პლური ეს ბიორეაქტორები ბუნების გარემო პირობებს იმეორებენ. და ეს დაახლოებით 100-ია.
კარგი, ეს თითქოს მეცნიერების გაკვეთილია. ჩვენ ვათავსებთ უჯრედებს ამ ჭურჭელში და შემდეგ ხდება მედიის პერფუზია. მედია არის საკვები, რაც უჯრედებს სჭირდებათ რომ იკვებონ. როგორც ხორბალს, ჩვენ კვებავთ უჯრედებს ამ კონდიცირებული მედიის საშუალებით. იგივე ხდება ყავასთანაც. Coffee Shy არის კიდევ ერთი სტარტაპი, სადაც ეს პატენტირებული უჯრედების გაფართოების ტექნოლოგია აგრძელებს იქიდან, სადაც ბუნება ჩერდება. ჩვენი პროცესი მდგრადობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სტანდარტული მეურნეობა, სტანდარტული სოფლის მეურნეობა, სადაც საჭიროა უზარმაზარი რაოდენობის თვალი. სხვათაშორის თითოეული ესპრესო, რომელსაც სვამთ, მოითხოვს 140 ლიტრ წყალს. რასაც ჩვენ ვავითარებთ, არის გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას იძლევა ყავა დამზადდეს ისე, რომ ყველა სირთულეს გვერდი ავუაროთ. არსებული ხანგრძლივი და ენერგომოხმარებადი პროცესი ასევე გვაცლის ფულს ბანკის ანგარიშებიდან, რიშებიდან. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა, ყავაზე საერთო მოთხოვნა. ხოლო მიწოდების მხრივ გვაქვს პრობლემები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მძიმდება. მოთხოვნა იზრდება, მიწოდება იკლებს. ყავა არის სასაქონლო პროდუქტი, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობაშია. სინამდვილეში ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასებში უზარმაზარი დიდი ზრდა შეინიშნება. ასევე მაღალი მერყეობა. ეხლა ჩვენი ჩიქები შეიძლება ყოველ 3 კვირაში ერთხელ აივსოს. ერთი სისტემიდან წელიწადში ჩვენ შევძლებთ იმდენი ხავის წარმოებას, რაც 9 მილიონზე მეტ ხავის სცენარეს უბრის. ეს ჩვენი პროდუქტია. ეს არის უჯრედულ ბაზაზე დამზადებული გამხმარი ყავა. რასაც აქ ხედავთ, ეს ფხმილის ფორმისა. ხავის შემწვარი და მომზადებული ვარიანტები გემოვნების საკითხია და ამის დასტური ჩვენი დილის ფინჯანი ყავაა. ხო, კარგი სუნი აქვს, განსხვავებულია. ხო, უფრო თბილია. ხო, უფრო თბილი სუნია. მართალია. ჩემი ცხვირი მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ეხმარება ჩვენს პლანეტაზე ნახშირბადული კვალის შემცირებას. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დაგვისვეს იყო, ჩაანაცვლებს თუ არა თქვენი ტექნოლოგია ტრადიციულ და არსებულ ყავის ფერმებს, ფერმერებს და სოფლის მეურნეობას. და პასუხი არის აბსოლუტურად არა. ემილი ფრენსისი იქ არის. ეხლა ბიოტექნოლოგიიდან ჰოლივუდისა და სოციალური მედიისკენ გადავდივართ, სადაც ხელოვნური ინტელექტის ახალი თაობის ინსტრუმენტები ცვლიან ვიზუალური ისტორიების შექმნის გზებს. ასეთი პლატფორმები, როგორიცაა კადაბრა, იყენებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, ტექსტის კინემატოგრაფიულ სცენებად გარდასაქმნელად, რაც აჩენს კითხვებს თავად კინემატოგრაფიის მომავალთან დაკავშირებით. დამატებით ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის მაიტ ოსალახი, თქვენ ხართ კადაბრას დამფუძნებელი. მადლობა, რომ დღეს შემომიერთდით. მაყურებლებისთვის, რომლებიც სახლში არიან, ზუსტად რას აკეთებთ? გამარჯობა, მე ვარ მაიტელ სალახი, მე ისრაელიდან ვარ და შევქმენი კადაბრა, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას მხოლოდ თავისი წარმოსახვით შექმნას რაღაცები. ამ პლატფორმის საშუალებით მათ შეუძლიათ ნებისმიერი წარმოსახვა რეალურ ვიდეოდ აქციონ. ანუ ყველას შეუძლია მისი გამოყენება. ყველას შეუძლია მისი გამოყენება. ის შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს და დამოუკიდებლად შექმნას. ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველა საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის მოდელს ერთ ადგილას. გაქვს მაგალითი მომხმარებლის, რომელმაც რაღაც ისეთი შექმნა, რაც შენს ყურადღებას მიიპყრობდა. დიახ, მაქვს. დიახ, მყავს შემოქმედი, რომელსაც ყოველთვის სურდა ბავშვებისთვის ფილმის შექმნა და მას ყველა სურათი გონებაში ჰქონდა, მაგრამ თვითონ ვერ ახერხებდა მის შექმნას. ამიტომ მან ეს კადაბრას დახმარებით გააკეთა. ამ ფილმშიც ხედავთ, როგორ ადის დათვი ფანჯარაზე. ეს მართლაც ძალიან ლამაზი, ორწუთიანი ნამუშევარია, რომელიც მთლიანად კადაბრაში შეიქმნა. მაშ როგორ ართმევთ თავს საავტორო უფლებებს? და მოდელები თავად ართმევენ თავს ამ საკითხს. ჩვენ უბრალოდ ინსტრუმენტებს ვაწვდით. და ხალხმა იცის, რას უნდა ელოდოს. ისინი წერენ ძალიან ზუსტ ლექსებს და არ იყენებენ იმას, რაც არ უნდა გამოიყენონ. კინოინდუსტრიის მომავალი ეჭუგარეშია. მაიტ ოსალა, თქვენ ხართ კადაბრას დამფუძნებელი, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან იყავით. დიდი მადლობა თქვენ. ახლა ისრაელის ეკონომიკა კვლავ არღოს მოლოდინებს. მიუხედავად თითქმის 2 წლის, ანუ ფაქტობრივად თითქმის 3 წლის ომისა და მზარდი ფინანსური წნეხისა ბევრ ოჯახზე, შეკელი დოლართან მიმართებაში გამყარებულია, რამაც ექსპორტიორების შეშფოთება და ისრაელის ბანკის ჩარევაც კი გამოიწვია.
რაც თითქოს და ძალის სიმბოლოა, ასევე ახალ გამოწვევებს ქმნის. ისრაელის შეკელი სწრაფად მყარდება. ვალუტა ბოლო თვეებში მკვეთრად გამყარდა, რასაც ხელს უწყობს ინვესტორების ნდობა და ისრაელის ეკონომიკის განძლეობა, მიუხედავად მრავალთვიანი კონფლიქტისა. ეს სიმტკიცე იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ ისრაელის ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლებში პირველად ჩაერია სავალუტო ბაზარზე და შეიძინა უცხოური ვალუტა შეკელის გამყარების შესანელებლად. მაგრამ მთავარი ამბავი თავად ჩარევა არ არის. ეკონომიკა იმდენად ძლიერია, მაღალტექნოლოგიური სექტორი იმდენად ძლიერი მამოძრავებელია, რომ საქმე კარგად მიდის. ეს ძალა ეხმარება შეკელის გამყარებას, მაგრამ ყველა ვერ სარგებლობს ამით. ძლიერი ვალუტა ნიშნავს, რომ ექსპორტიორები თითოეულ დოლარსა თუ ევროს საზღვარგარეთ მიღებულ შემოსავალში ნაკლებ შეკელს იღებენ, რაც ამცირებს მოგებას და ისრაელის პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე უფრო ძვირს ხდის. მწარმოებლები აფრთხილებენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შეიძლება დააზიანოს კონკურენტუნარიანობა და შეაფერხოს ეკონომიკური ზრდა. ამასობაში ბევრი ისრაელის ოჯახი კვლავ გრძნობს ომის ფინანსურ შედეგებს. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ დაახლოებით ყოველი მესამე ისრაელი შემოსავლის შემცირებას განიცდის, რადგან ოჯახები უმკლავდებიან გაზრდილ ხარჯებს, გაურკვევლობას და კონფლიქტის გაგრძელებულ ეკონომიკურ გავლენას. და მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკი შეიძლება ცდილობდეს ვალუტის მიმართულებაზე გავლენის მოხდენას, ზოგიერთი ეკონომისტი ამბობს, რომ საბოლოო სიტყვა მაინც ბაზრის ძალებს ეკუთვნით. შეგიძლიათ ცოტა ხნით ითამაშო ვალუტით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ბაზრები გაიმარჯვებენ. ამ ეტაპზე ძლიერი შეკელი ისრაელის ეკონომიკისადმი ნდობის გზამილს აგზავნის. საკითხავია გააგრძელებს თუ არა ეს სიმტკიცე ეკონომიკური ზრდის წახალისებას, თუ კი გადაიქცევა ტვირთად ექსპორტიორებისთვის და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც უკვე ზეწოლის ქვეშ არიან. შეკელის გაძლიერება შეიძლება ინვესტორების ნდობის გამოხატულება იყოს, მაგრამ ეკონომისტები ამბობენ, რომ პოლიტიკის შემუშავებლებს მოუწევთ ფრთხილად დააბალანსონ ამ ნდობის შენარჩუნება და იმ ბიზნესების დაცვა, რომლებიც საზღვარგარეთ თუ გაყიდვებზე არიან დამოკიდებული. დიახ, ძლიერი ეკონომიკაა, მაგრამ სწორედ ეს ძლიერი შეკელია, რომელიც ზეწოლას ახდენს ისრაელის ტექნოლოგიურ სექტორზე, რადგან აკასობით სამუშაო ადგილი იკვეცება და კომპანიები ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქას მოერგონ. ნიკოლ ზედეკი მოგვითხრობს. ისრაელის ტექნოლოგიური კომპანიები ახალი მასობრივი გათავისუფლებების ტალღის წინაშე დგანან, მაგრამ ის, რასაც აქ ხედავთ, შეიძლება ბევრად უფრო მასშტაბური იყოს. დრამატული ცვლილება ისრაელის ტექნოლოგიური სექტორის სტრუქტურაში. ამჟამად ქვეყნის ყველაზე ცნობილ კომპანიებს შორის რამდენიმე ამცირებს თანამშრომლების რაოდენობას და ხელოვნურ ინტელექტზეა გადართული. მთავარი სათაური აქ არის Wix-ი. დიახ, ისრაელის ვებგვერდების შექმნის გიგანტი კომპანია, ისინი დაახლოებით 1000 თანამშრომელს ამცირებენ. ეს მათი გლობალური სამუშაო ძალის 20%-ია კომპანიისთვის, რომელიც უკვე 2000 წელია არსებობს. მიზეზი ორმაგია. ერთი მხრივ ეს სინამდვილეში ძლიერი შეკელის ბრალია. რადგან შეკელი დოლართან მიმართებაში მყარდება, ისრაელში დაფუძნებული ხელფასები და საოპერაციო ხარჯები რეალურად უფრო ძვირიჯდება იმ კომპანიისთვის, რომელიც შემოსავლის უმეტესობას დოლარში იღებს. მეორე მხრივ კი Wix-ის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი კომპანიას აიძულებს გახდეს უფრო სწრაფი, უფრო ოპტიმიზებული და ნაკლებად იერარქიული ორგანიზაცია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი სათაური ბოლო პერიოდში, Wix-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ზიანს იღებს. ფინტექ კომპანია რაპიდი რესტრუქტურიზაციას ასატარებს და ხელოვნურ ინტელექტს თავის ოპერაციების ცენტრში აყენებს, ხოლო Amdocs-ი გავრცელებული ინფორმაციით ემზადება თავისი გლობალური სამუშაო ძალის 10%-ის შემცირებისთვის. ეს შეიძლება 3000 თანამშრომელზე აისახოს, მათგან 100-ობით აქ ისრაელში მუშაობს. მაგრამ მხოლოდ ეს დიდი კორპორაციები არ განიცდიან ზეწოლას, ამჟამად ზოგიერთი პატარა და ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციაც გრძნობს ზეწოლას. სინამდვილეში AI 21 ლაპსმა სტარტაპმა, რომელიც სწორედ აქ ინოვაციის ერში იყო წარმოდგენილი, ახალი ცნობების მიხედვით გეგმავს თანამშრომლების 60%-ის შემცირებას, რათა ყურადღება გადაიტანოს მის მაესტრო AI აგენტის პლატფორმაზე. ეხლა რასაც აქ ხედავთ, ეს არის დიდი სურათი, რომ ამ ისრაელის ტექნოლოგიურ კომპანიებზე ზეწოლა ორ მხარესიდან მოდის. ერთი მხრივ აქ გვაქვს შეკელის კურსის მკვეთრი ზრდა. ისრაელის ძლიერი ვალუტა აზიანებს ექსპორტიორებს, რადგან ბევრი ხარჯი შეკელებშია, ხოლო შემოსავალი დოლარებში მოდის. და მეორე მხრივ ხელოვნური ინტელექტი. ამ კომპანიებზე ზეწოლაა, რომ დაამტკიცონ შეუძლიათ თუ არა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ოპერაციების შესამცირებლად და სამუშაო ძალის შესამცირებლად. ესე რომ საერთო სურათი ასეთია, რომ ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია უკვე შეიძლება ზემოქმედებდეს ტექნოლოგიურ სექტორზე და ჩვენ შეიძლება ვხედავდეთ ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს. მაგრამ კითხვა ის არის, ეს მხოლოდ მოკლევადიანი დანახარჯებია თუ ისრაელის ტექნოლოგიური გიური სექტორი მართლაც ცვლის იმ გზას, როგორც შიგნიდან აშენებს ამ კომპანიებს გრძელვადიანი მომავლისთვის. ეს არის ის, რასაც მოგვიწევს დაკვირვება გავაგრძელოთ.
თუ უფრო შორს გავიხედავთ, უკრაინის საბრძოლო ველი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე დრონ ტექნოლოგიების ლაბორატორიად იქცა. ახლა მას შემდეგ, რაც დრონი ლატვიის საჰაერო სივრცეში შევიდა, ბალტიისპირეთის ეს ქვეყანა სწორედ ამ საომარი ინოვაციებიდან ეძებს პასუხებს. რადგან დრონები თანამედროვე ომის ერთ-ერთ გამსაზღვრელ იარაღად იქცნენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები თავიანთი საჰაერო სივრცის დასაცავად ახალ გზებს ეძებენ. ეს ცვლილება ლატვიაში აშკარად გამოჩნდა, სადაც ფრანგულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო დრონი, რომელიც რუსეთის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა. თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ იაფასიანი დრონების შესაჩერებლად ძვირადღირებულ გამანადგურებელ თვითმფრინავებსა და რაკეტებზე დაკრნობა გრძელვადიანი გამოსავალი არ არის. ეს ძალიან არარაციონალურია. ძალიან არარაციონალურია დრონების ჩამოგდება სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავით, რაკეტების და მასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი ხარჯის გამო. ძალიან კარგია, რომ გვაქვს ესეთი შესაძლებლობები და ვამტკიცებთ, რომ ეს შესაძლებლობები მუშაობს როგორც ესტონეთში, ასევე ლატვიაში. მაგრამ მომავალში ასეთი გადაწყვეტა საკმარისი არ იქნება. სწორედ ამიტომ ლატვია ამჟამად ყურადღებას ამახვილებს დრონების შეთანხმებაზე. ეს არის მთავარი თანამშრომლობის შეთანხმება უკრაინასთან, რომელიც ამჟამად ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია დრონების უმაღლესი სიზუსტითა და ტექნიკური შესაძლებლობებით ჩამოგდება. ეს არის უკრაინა, სხვა არავინ. უკრაინის ომმა დააჩქარა იაფი და უფრო ეფექტური ანტიდრონული ტექნოლოგიების განვითარება, ელექტრონული ომის სისტემებიდან სპეციალიზებულ დრონების ჩამჯერებამდე. ეხლა ეს საბრძოლო ინოვაციები ყურადღებას იპყრობს მთელ ევროპაში. ლატვია კი უკრაინასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ცდილობს, რადგან ნატოს წევრები ახალ საჰაერო საფრთხეებთან ადაპტირდებიან. დრონების შეჭრა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამხედროებისთვის გამოწვევა აღარ არის მხოლოდ მტრული დრონების აღმოჩენა, არამედ მათი შეჩერების ხელმისაწვდომი გზების პოვნა. ახლა გადავიდეთ ვირუსულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე. შეიძლება თუ არა, რომ ქუჩაში გამლელმა ადამიანმა მაშინვე იცოდეს, ვინ ხართ თქვენ. ახალი ანგარიში ამბობს, რომ მეტამ ჩუმად დაამატა სახის ამოცნობის კოდები პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც მის ჭკვიან სათვალეებს უკავშირდება, რაც კიდევ ერთხელ აღძრავს შეშფოთებას მომავალზე, სადაც ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მეთვალყურეობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. გამადავითი ინფორმაციისთვის ახლა შემომიერთდა i24 News-ის კორესპონდენტი ჯოდი ნიცანოვიცი. ჯოდი, მადლობა, რომ დღეს შემომიერთდი. რას გვეტყვი ამ ფუნქციის შესახებ, რომელიც მეტამ თავის ჭკვიან სათვალეებს დაამატა? ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მას ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია. იმიტომ რომ მეტამ უარი თქვა კომენტარზე და როგორც ჩანს, ჩუმად წაშალა ეს ფუნქცია Meta AI აპლიკაციიდან, რომელიც მართავს ამ სათვალეებს. მაგრამ საკმაოდ შემაშფოთებელია იმის გაფიქრებაც კი, რომ ქუჩაში სეირნობისას შეგიძლია ადამიანების ამოცნობა და მათზე ინფორმაციის მიღება რეალურ დროში. ეს საკმაოდ დიდ შეშფოთებას იწვევს კონფიდენციალურობის ექსპერტებში. გულისხმობთ, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ კამერებს ყველგან, მაგრამ ის იდეა, რომ ვიღაცა ვინც გვერდით გაგივლის, მაშინვე შეიძლება გაიგოს ვინ ხარ შენ, ცოტათი შემაშფოთებელია. და ის ფაქტი, რომ ისინი ამაზე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ, ალბათ კიდევ უფრო შემაშფოთებელია. კიდევ ისიც, რომ ეს ანგარიში ახლახან გამოქვეყნდა და მერე არა, მათ მაშინვე წაშალეს იგი. მეორე დღეს ის გაქრა. ხო, ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ დამნაშავე ხარ. ხო, მაგრამ როგორ გააკეთეს ეს? იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ამოწმებენ ყველა სოციალურ მედიას და შემდეგ შეუძლიათ ამოიცნონ ადამიანის სოციალური მედიის პროფილებზე არსებული სახის მიხედვით. ხო, ასე ჩანს, რაღაც ამდაგვარია. მაგრამ ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა. თუ მართლა აპირებენ მსგავსი რაღაცის დამატებას, ეს არ არის ის, რაზეც ახლო მომავალში უნდა ვინარვიულოთ. კარგი, და Siri-ს განახლება ელის, რას უნდა ველოდოთ? დიახ, ასე რომ Apple მალე გამართავს თავის მსოფლიო დეველოპერების კონფერენციას და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი განახლება Siri-ს ეხება. Siri, როგორც ვიცით, უმეტესად კეთილგანწყობილია, მაგრამ დიახ, ის არაფერს აკეთებს. არა, ის არ არის კარგი. სინამდვილეში მე მთლიანად გამოვრთე. არ მინდა ის. ის არასდროს მუშაობს. არ მინდა ის. ხო. ასე რომ Apple-მა დაიწყო Siri-ს გარდაქმნა ასისტენტად, რომელიც უფრო მეტად შეძლებს დახმარებას, კონტექსტის გაგებას, დავალებების შესრულებას და უფრო ბუნებრივად ინტეგრაციას აპებსა და სერვისებში. iPhone-ზე, iPad-ზე, Mac-ზე და ასე შემდეგ. და ახალი განახლებული Siri რეალურად გამოიყენებს Google-ის Gemini-ის ხელოვნურ ინტელექტს, რათა გახდეს უფრო მოსახერხებელი და რეალურად იმუშაოს, თუ ასე შეიძლება ითქვას. ასევე არის ინფორმაცია, რომ იქნება დამოუკიდებელი Siri აპლიკაცია, რაც ძალიან გავს ChatGPT-ის, Gemini-სა და Claude-ის აპლიკაციებს. Siri გრძელდება. იმედია ის გახდება ის პერსონალური ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, რომლის ხოლაც ყველას ძალიან გვინდა.
და ბოლოს, არსებობს ტენდენცია, როცა ტექნოლოგიური კომპანიები რეალურად იყენებენ ტექნოლოგიას, რათა ტექნოლოგიას ჩამოგვაშორონ. ეს როგორ მუშაობს? დიახ, როგორც ჩანს, სილიკონის ველი ახლა გთხოვს, რომ უფრო ხშირად მოვშორდეთ ჩვენს ტელეფონებს. არსებობს ერთი სტარტაპი, რომელსაც ქვია Boardy, რომელიც, როგორც მე გავიგე, არის სათამაშო დაფა, რომელიც იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, რომელი თამაში გსურთ ითამაშოთ. და ის ორიენტირებულია პირისპირ თამაშებზე და სოციალურ გამოცდილებებზე. ზოგადად კი ადამიანების ერთად შეკრებაზე ვიდრე ტელეფონებზე. და კიდევ ერთი რამ არის, რაც საკმაოდ საინტერესოა, რომელსაც ქვია cyberdeck. ესე ქმნიან ახლა ადამიანები კომპიუტერებს, რომლებსაც იყენებენ გარეთ გასასვლელად, ვიდრე სახლში დარჩენას ამჯობინებენ. და ისინი იგვანან რეტრო კომპიუტერებს და DIY-ს. და ისინი მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ მართლაც გავიდნენ გარეთ, დაჯდნენ ბალახზე თავიანთი კომპიუტერით და იყვნენ ადამიანებთან ერთად. ვაუ, ყველაფერი ასე რთულდება დღესდღეობით. ასე რომ ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგია, რომ გვითხრას. გარეთ უნდა გავიდეთ, მაგრამ იმ ტექნოლოგიით, რომელსაც ისინი ქმნიან და ავითარებენ. არა, ყოველთვის ფულია ჩართული. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასია, ჩვენ გვატყუებენ. ხო, დიახ. კარგი, ჯოდი ნიცანოვიც, IOT4 News-ის კორესპონდენტი. მადლობა, რომ დროს ჩემთან იყავით. მადლობა. და ეს არის ყველაფერი, რისთვისაც დღეს დრო გვაქვს. მე ვარ თქვენი წამყვანი ლინ ბლახმაიერი. შემოგვიერთით მომავალ კვირას Skin Innovation-ის სრულიად ახალ ეპიზოდში. გმადლობთ ყურებისთვის და გისურვებთ მშვენიერ დღეს, სადაც არ უნდა იყოთ თელ-ავივიდან.